ევროპარლამენტი აცხადებს, რომ საქართველოს ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში, მანამ სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეიცვლის. საქართველოს ვერ შეუერთდება ევროკავშირს, მანამ სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეიცვლის. აღნიშნულია ევროპარლამენტის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. გავრცელებულ განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოში. გამეორება და ხშირი თქმა, იმიტომ მათი მხრიდან, რომ ქართული ოცნება ცდილობს, რომ არ შეიმჩნიოს რაღაც გზავნილებიან, სათავისოდ თარგმნოს ხოლმე რა რაღაც გზავნილები, რომ ესეც არ არის, ამიტომ მიხვდა მას ევროკავშირი ამ ტაქტიკას მიხვდა და ძალიან უკვე პერიოდულობით ევროპარლამენტი ამ შემთხვევაში უმეორებს, რომ არანაირი მერე ის არ იყოს, რა ქვია, შეცდომა, რომ ესე არ ყოფილა და რაღაცა. რა თქმა უნდა, ეს ქართული ხალხის გასაკუთრებაც არის ეს გზავნილი, რომ თქვენ ამ მთავრობის ხელში ვერ გახდებით ვერანაირად ევროკავშირის ნაწილი. ამ მთავრობის ხელში ჩვენ შეიძლება გავხდეთ რუსეთის გავლენების სფეროს ნაწილი, საერთოდ მიგვატარებენ ძალიან სწრაფი ტემპები. მე ვფიქრობ, რომ უმთავრესი პოლიტიკური ორგანო მაინც არის ევროპარლამენტი, ევროკავშირის. ისი იგნორირება ქართული ოცნების მხრიდან არის ძალიან დიდი შეცდომა. ზოგადად ისინი აიგნორებენ ევროპარლამენტზე ერთს ამბობენ, ევროკომისიაზე მეორეს. ისინი ცდილობენ კიდევ ერთხელ იმუშაონ ერთი გზავნილის გარშემო, რომ თითქოს ისინი არიან კარგები, ისინი აკეთებენ ყველაფერს სწორს და მთელი განვითარებული დასავლეთი არის მათ წინააღმდეგ. ზუსტად იგივე მესიჯი აქვს რუსეთსაც, ხო, თითქოს მთელი მსოფლიო რუსეთს ებრძვის. თუ საქართველოს მთავრობა იმოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში, ამ შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირის წევრებიც გავხდებით, ნატოს წევრებიც გავხდებით, უვიზური რეჟიმსაც შევინარჩუნებთ ევროკავშირთან და კიდევ ბევრ ქვეყანასთან გადახედონ რამდენიმე კვირის, რამდენიმე თვის წინანდელ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებებს ევროკავშირთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირი არის ბიუროკრატია, რომელიც უსამართლოდ ექცევა ამერიკას. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა საქართველოსთან როგორი დამოკიდებულება ექნება ამ უსამართლო ბიუროკრატიას ევროკავშირში. შესაბამისად, მით უმეტეს ევროპარლამენტში, რომელმაც ისეთი რეზოლუციები მიიღო, რომელიც ისტორიას დარჩება როგორც სამარცხვინო ლაქა მთელი ევროპარლამენტარიზმის ისტორიაში, გასაკვირი აქ რა უნდა იყოს. ერთადერთი იმედი გვაქვს ის, რომ ევროპელი ხალხი, ისევე როგორც ამერიკელი ხალხი, რომელმაც უკვე გადაწყვიტა და ტრამპი მოიყვანა სათავეში და უარი უთხრა Deep State-ს, თუმცა ბოლომდე ჯერ არ არის ეს პროცესი დასრულებული, აქაც ევროპაშიც ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს. ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში კი არა, თავად ევროპაში აღარღებულობენ უკვე სერიოზულად. ფეხქვეშ გათელა თავისივე ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები, კვლევითი საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები, ეს ფეხქვეშ გათელა. თქვენ ახლა მეუბნებით, რომ ასეთი დაკნინებული ინსტიტუტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეთ. პოლიციამ თბილისის გარეუბანში აფრიკის დასახლებაში თვალჭრილიძის ქუჩაზე საცხოვრებელი შენობიდან ათობით ოჯახის გამოსახლების დროს 17 ადამიანი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ყველა მათგანს ედავებიან პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის დარღვევას. აღსრულების პოლიციამ აფრიკის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება გუშინ დილით დაიწყო. პოლიციის დახმარებით ამას მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვა. აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეები თვალჭრილიძის ქუჩიდან დაპირისპირებებისა და ხმაურის ფონზე გამოასახლეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ შენობაში მუდმივად ცხოვრობდა 39 ოჯახი, თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა საცხოვრებელი ფართი ჰქონდათ შემოკავებული. ელოდებიან, თქვენს გადაწყვეტილებას ელოდებიან. უბრალოდ გამესაუბრონ ადამიანურად, მოგცენ, ფართი მოგცენ, ან აგერ შეგვიშვან, სადაც გარემოტებულია, სანამ დაგვაყმაყოფილებენ ბინი და გამოიჩენენ ნებაყოფლობას, მოგცენ, სადმე შეგვიშვან, სახლები მოგცენ, რომ ჩვენ აგერ არ ვიყოთ, ხეშება იწვიმოს და მოგვიწვიოს წვიმაში ყოფნა. საწავიდე, გამოვეკიდე და გავესახ ადამიანურად, კახიზაც უთხოვ, როგორც
მერი და ხალხის წინ მოვითხოვ ადამიანი ხოა ადამიანურად დავდგები და დაველაპარაკები ჩვენ გაჭირვებაზე. ქუჩაში რატო უნდა იყვნენ ახლა ეს ადამიანები? გუში სიცხიანი ბავშვით წამალი და სიცხესაძომი არ მიაწოდეს რომ სიცხე დაეწია. კაცი გახდა ცუდა ძვლის სუნთქავდა დასჭირდა სასუნთქი ისაც გადაიყვანეს. რატო უნდა ვკვდებოდეთ? ჩვენ ქვეყანაში 700 ლარი შემოგდაი და 4 თვისო თუ გინდან მთლიანად მოგცემთო, მაგრამ მე რა გავა? კი, ქირით ვიყავი, ქირით ხო? ვიხდი იმ ქირას, მაგრამ სადამდე უნდა ვიცხოვრო ჩემ ქვეყანაში სხვის ოჯახში. მცირეწლოვანი შვილი მყავს, 3 წლის შვილი, გამოგვაგდეს რაც მაცვია იმით გამოვედი, არც ვიცი ჩემი ტანსაცმელი სად არის, ბევრი ნივთიც დაიკარგა, ძაღლსაც არ მოექცევიან ასე, ჩვენ მოგვიქცეს, მართლა და ველოდებით. მაინც იმედი გვაქვს. არა არ ვიცი რის. ჩვენ თუ შველი, ჩვენ თავს თორე ეს მთავრობა ქართველები ფეხებზე კიდიათ ამათ. ქირით გაყვანა 3 თვით 300 ლარში თუ რამე სიპოვიან. არ ვიცი. შემოთავაზებაც, 10,000-დან 15,000 ლარიო და არ მინდა კაცო ეგ ფული მიყიდოს, მაგ ფული თვითონ ბინა, მომცეს და ეგ ფული თვითონ წაიღოს. თუ იშოვის და იყიდის. ჩვენი კორპუსი დაცალეს ძირითადად, ყველა გაგუშვეს. ზოგი ფანჯრებიდან ყარეს, ზოგი იქიდან ტელეგრამი ეგრე ვიყავთ, ომში და უბედურებაში. არანაირი შემოთავაზება არ იყო. სამთვიანი შემოთავაზება იყო, რომელიც ქირით გაგიშვებდნენ. ისიც 300-დან 500 ლარამდე უნდა მოეცათ ყოველი თვიური გადასახადი. აი არაფორმალურად მოგვიწია გარეთ გამოსვლა იმიდან გამომდინარე, რომ თურმე არის ავარიული კორპუსები, სადაც რომ აი არსებობს მაგის ვიდეო მტკიცებულებები, რომ ნახევარი საათი ბოდიში ჟარგონისთვის და ეჩალიჩებოდა კედელს მოსაშლელად ტრაქტორი. წუხელი თელიღამი აქ გავათენეთ, არ გაუჩერებია ტრაქტორები, იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვნურად უნდა შექმნათ დაზიანება. რომ აი ვითომც არის ისეთი სიტუაცია, რომ მართლაც ავარიული არის რა. შევდივარ რომ ჩემი ნივთები მოხსნა. ჩემი ნივთები რომ მოხსნა რაც მქონდა ის რა. არაფერსაც არ გვთავაზობენ, არც არაფერს არ გვპირდებიან. ჩვენ თრავის გადავწყვიტავთ. ქუჩაშია ხალხი დარჩენილი. რა უთხარი რომ რაღაცნაირად დამეხმარეთ, რა ელემენტარული პატარა ფინანსო ორი ღამე სასტუმროში მაინც გავათენო, რომ სანამ მოვიფიქრებ რაღაცას, სად წავიდე და რა გავაკეთო. არაფერი დღეს არ შეგვიძლია ასეთ გახსნას. რო არც 300 ლარი არ არის, არც 400 ლარი არ არის, არც 500 ლარი არ არის და არც 600 ლარი არ არის. არის მეტი დოკუმენტები არსებობს შესაბამისი სიები ბუნებრივია, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოქვეყნდება საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი. ის ადამიანები, რომელი ადამიანებიც დაკონტრაქტდა, ასე რომ ვთქვათ, ყველა ადამიანის დაკმაყოფილება ფულად სახსრებზე აქვს საუბარი და ათასობით ლარზე შეიძლება ითქვას, ჩვენი კომპანიის მხრიდან მოხდა მათზე თანხის გადახდა. ასევე ჩვენთვის, როგორც ჩვენთვის არის ინფორმაცია მოწოდებული და ჩვენ ვიცით, შესაბამისი სამსახურები მერია მაქვს ამ შემთხვევაში მხედველობაში და ჯანდაცვის სამინისტრო თავისი სახსრებიდან გამომდინარე შესაბამის სუბსიდირებას უკეთებენ მაცხოვრებლებს. ადამიანის შემობრძანდება და დეტალურად გავივლით ამ კონკრეტული кейსის სიტუაციას. რაც შეეხება ინფორმაცია ვცელდება მცდარი, რომ ადამიანებს არ უაძლევთ საშუალებას თავიანთი ნივთების გატანასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. ყველა ადამიანს, რომელი ადამიანის მზაობას აცხადებს, გამატანეთ ჩემი ნივთები, რომელიც ჩემი სახსრებით არის შეძენილი, ჩვენ ვეხმარებით შესაბამისი ცოცხალი ძალით და ჩვენ ვეხმარებით შესაბამისი ტექნიკით, რომ აღნიშნული ნივთები გადავატანინოთ. ბოლო 24 საათში საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავეს, რომელთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვა ედება ბრალად. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისაგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჭრეკისას ნივთკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებების, სავარაუდოდ ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისათვის დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ეგრეთ წოდებული ხელიდან ხელში და დადების გასაღების მეთოდით ახდენდნენ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Какой разница, давай. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს. გუშინ სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, რომელთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია. ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვა ედება ბრალად. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ფენტალინი, ჰეროინი, მეტადონი, სუბოქსინი, მარიხუანა და სხვა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონოდ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიებით გინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ეგრეთ წოდებული ხელიდან ხელში და დადების მეთოდით ახდენდნენ. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, პოლიცია კვლავ ინტენსიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ღონისძიებების გატარებას. ჩვენი უწყება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად კვლავ მიაწვდის. დიდი მადლობა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საეჭვო ხელსაწყოებით ბოსტნეულსა და ხილში ნიტრატების გაზომვა სარწმუნო არ არის და მიზნად ისახავს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებლებზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილისა და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს. კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეში სააგენტოს ინსპექტორების მიერ 84 ნიმუში იქნა აღებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული ნიმუშები გამოკვლეული იქნა ნიტრატებზე, პესტიციდებზე და რადიონუკლიდებზე აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში. დარღვევა გამოვიდა მხოლოდ 4 შემთხვევაში, რასთან მიმართებაშიც სააგენტომ ზედამხედველობის ფარგლებში მოახდინა აღნიშნული სურსათის ბარიდან ამოღება გამოთხოვის პროცედურები. საქართველოს მრავალ ეროვნულ სამხედრო სწავლებას მტკიცე სული მე-12 მასპინძლობს სწავლება გრწანისში ნატოს საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ოფიციალურად გაიხსნა. საერთაშორისო წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურმა ბრიგადის გენერალმა ტილისმა. ღონისძიებას არ ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. სწავლების გახსნის ღონისძიებას დღეს 25 ივლისს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატოს საქართველოს არსებითი პაკეტის, ძირითადი ჯგუფის, ამერიკის შეერთებული შტატების საბჭოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, სამსახურისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მტკიცე სული 2025 რეგიონის 2 ქვეყანაში, საქართველოსა და თურქეთში ტარდება, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. სწავლების აღსრულება თურქეთში ადანას პროვინციასთან ახლოს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო. მტკიცე სულ 2025-ში საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად კიდევ 8 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. სწავლებაში ასევე ჩართულია 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი. წვრთნების მიმართულებას 2 სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდებიან. ჩემთვის დიდი პატივია სიტყვით მოგმართო სწავლება მტკიცე სული 2025-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე. საქართველოს ამ მნიშვნელოვან სწავლებას უკვე მე-12 მასპინძლობს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთო ღირებულებებისადმი ჩვენს ერთგულებას და ურყევნებას აქტიურად შევუწყოთ ხელი საერთაშორისო უსაფრთხოებას და სტაბილურობას. მინდა განსაკუთრებით მივესალმო და გულთადი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურს ბრიგადის გენერალ ტილის საქართველოში ჩამოგზავნებისთვის და სწავლებაში მისი სარდლობის აქტიური ჩართულობისათვის. სწავლება მტკიცე სული წლიდან წლამდე ვითარდება. მრავლის მომცველი ხდება და ჩვენ სამხედროებს ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესების და უნარჩვევების დახვეწის საშუალებას აძლევს. სწორედ ამ მრავალეროვნულ გარემოში ვსწავლობთ ერთმანეთისგან საუკეთესო პრაქტიკას. ვაძლიერებთ დობას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების ფონზე. I would also like to highlight on behalf of the United States Army of Europe and Africa that this strategic, and I say it again, strategic exercise allows us to increase interoperability, but more importantly, for the Georgia Defense Forces, they are in the lead. They've planned it, they've trained, and now they're going to help guide each of these countries through a training exercise with observer controllers and trainers that are designed to coach, train, and increase readiness for all the formations that are out here. We're excited about the opportunity to not only partner, but to train and to learn from one another and get better each and every day. სწავლების მიზანია ხელი შეუწყოთ ჩვენი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლობების დაახლოებას და ქვედანაყოფების თავსებადობას. ამიტომ მე მინდა დაგიდასტუროთ საქართველოს თავდაცვის ძალების ატყობთა მრავალეროვნული სწავლებების მასპინძლობასთან დაკავშირებით. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას და აღრმავებს პარტნიორულ შესაძლებლობებს. 24 ივლისს ქუთაისში ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის ქეთი ბერძენიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელიც ქალთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა. ჟურნალისტი, რადიო ძველი ქალაქის დამფუძნებელი და რედაქტორი ქეთი ბერძენიშვილი 30 წელი იყო საზოგადოებრივ პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და შემოქმედი. მისი საქმიანობის სფერო იყო მრავალფეროვანი. აქტიური იყო როგორც ჟურნალისტი, როგორც არასამთავრობო სექტორის წევრი, როგორც ადამიანის უფლებებისა და გარემოს დამცველი. დღევანდელი დღე არის ჩემთვის ისეთი ძვირფასი, როგორც იყო ქეთის დედამიწაზე ყოფნის დროს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქეთი დაიბადა და გქონდა ურთიერთობა. ალბათ ვერ მოძებნით ვერც ერთ ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია ქეთუშას და არ გაუბედნიერებია მისი არსებობით. გილოცავთ ყველას, ვისაც ქეთი გეძვირფასებოდათ ამ დღეს. მე მაგალითად სანამ ცოცხალი ვიქნები და სანამ საქართველოში ვიქნები, ამ დღეს აუცილებლად რაღაცნაირად აღვნიშნა. ქეთის სახელი
მისი ხსოვნა აღვიძებ ჩემში რამოდენიმე სენტიმენტს მოკლედ. პირველი არის ესეთი კითხვა არსებობს თუ როგორ ფრითიფასდება ადამიანის ცხოვრება. ფასდება იმითი თუ რა გააკეთეს შენთვის თუ ფასდება იმითი რა გააკეთეს სხვისთვის. კეთი მიეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხვს რომლებმაც თავისი ცხოვრება სხვის კეთილდღეობას მიუძღვნეს, სხვის ჯანმრთელობას მიუძღვნეს, სხვის გადარჩენას მიუძღვნეს, სხვის ყოველდღიური ცხოვრების უზრუნველყოფას. ვისაც ეს ჭირდებოდა, რა თქმა უნდა. და მეორე მომენტი კიდე რაც ჩემში ძალიან მძაფრად არის კეთისთან დაკავშირებით, ეს არის მისი აქტიურობა ყველა რთულ ვითარებაში. არ არსებობდა სიტუაცია ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც კეთი გამოაკლდებოდა. კეთი ყველგან იყო, კეთი იყო ძალიან მებრძოლი ადამიანი. ესე Rolling Stones იყო, ანუ გორავი ცოცავი ქვა, რომელსაც ხავსი არ ეკიდება, ძალიან ძლიერი შინაგანად ადამიანი და ამ ყველაფერთან ერთად ის არ კარგავდა იმ განსაკუთრებულ ხილს, რომელიც აი მის ლამას სახელზე იკითხებოდა. დღეს კეთი ბერძენიშვილის დაბადების დღეა და უკვე მეორედ აღნიშნავთ ამ დღეს მის გარეშე იმ სკვერში, რომელ სკვერსაც გვინდა რომ კეთის სახელი ქვიოდეს. მთელი დღის მანძილზე დღეს მის დაფუძნებულ მშობლიურ რადიოში შევეცადეთ რომ მისმა მეგობრებმა გავაკეთეთ მარათონი ერთგვარი მოგონებები კეთის შესახებ, ვისაუბრეთ დღის მანძილზე, შემდეგ პატივი მივაგეთ მის ამჟამინდელ სამყოფელს და ეხლა კიდევ გავაცოცხლებთ, შევეცდებით კიდევ ერთხელ გავაცოცხლოთ ის წუთები, რომლებიც ერთად გავატარეთ. ქალთა კლუბის პრეზიდენტის მაკა ხეცურიანის ინიციატივით ქუთაისის ქალთა კლუბმა დააწესა კეთი ბერძენიშვილის პრემია, რომელიც 2025 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა სხვადასხვა სფეროში წარმატების მქონე ადამიანებზე. კეთი ბერძენიშვილის პირველი 2025 წლის პრემია გაიცემა ჟურნალისტიკის დარგში, საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისთვის. დღევანდელ ღონისძიებაზე გავაჟღერეთ პირველად 2025 წლიდან ყოველწლიურად ქუთაისის ქალთა კლუბი გასცემს კეთი ბერძენიშვილის პრემიას. ეს პრემია გაიცემა სხვადასხვა დარგში. გამომდინარე იქედან, რომ ქუთაისის ქალთა კლუბისათვის მიმდინარე საანგარიშო წელი არის მედია წიგნიერების წელი, პირველი პრემია გაიცემა სწორედ ჟურნალისტიკაში. ახალგაზრდა ქალი ან ვაჟი ქალთა კლუბის 2024-2025 წლის საანგარიშო შემაჯამებელ ღონისძიებაზე სექტემბრის ბოლოს დაჯილდოვდება აი ამ პრემიით. რაც შეეხება განაცხადების მიღების ათვლა უკვე დაიწყო დღეიდან. ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი კეთი ბერძენიშვილი 24 ივლისს 53 წლის გახდებოდა. ის ავადმყოფობის შემდეგ 2023 წელს გარდაიცვალა. ძვირფასო რადიო მსმენელებო, შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ რადიო ძველ ქალაქს ტალღაზე FM 107.9, მე კეთი ბერძენიშვილი გახლავართ. კეთი ქალაქის ყველა კუთხეშია, სადაც არ უნდა გავიხედოთ, გვიღიმის და გვიჩვენებს, როგორი უნდა იყოს საკუთარ ქალაქზე, მეგობრებზე, სამყაროზე შეყვარებული და მათთვის მებრძოლი ადამიანი.